როგორ აღმოჩნდა საქართველო ბოლო ერთ წელიწადში რუსულ ორბიტაზე? საერთაშორისო გამჭვირვალობამ ქართული ოცნების მიერ მიღებული 41 გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო ავტოკრატიული და სრულად იზოლაციონისტური გახდა. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, დასავლურ ვექტორზე ღიად უარის თქმა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაყვანა, რეპრესიების არაერთი ტალღა და დრაკონული კანონები მხოლოდ მცირედია, რამაც რეჟიმს ქვეყნის ავტოკრატიული მმართველობის ახალ ფაზაში გადასვლაში ხელი შეუწყო. ერთი წელი გავიდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და რუსეთის საამებლად საჯაროდ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების საკითხი. კობახიძის ამ ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ არამხოლოდ შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, არამედ რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გისოსებს მიღმა უკანონოდ ყველაზე მეტი მოქალაქე გამოკეტა, გააძლიერა რეპრესიები ოპონენტებზე, აქტივისტებზე და ყველაზე, ვინც ხმამაღლა აკრიტიკებდა რეჟიმს. ეს წელი გამოირჩეოდა იმითაც, რომ პირველად ოცნების მმართველობის პირობებში მოქალაქეების დასჯა Facebook პოსტების გამო დაიწყო. კონსტიტუციაში ჩაწერილი დებულება, რომ შეკრება მანიფესტაცია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, ოლიგარქის რეჟიმმა გააუქმა და პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომელიც ნებართვების გარეშე საფეხმავლო ბილიკზე პროტესტსაც კი კრძალავს. ივანიშვილის ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში განახორციელა ზუსტად ის პროცესები და მოქმედებები, რაც დასჭირდა რუსეთს პუტინს 12 წლის მანძილზე. ამ ქვეყანაში გაძლიერდა რუსული გავლენები, გვაქვს უკვე გაყალბებული არჩევნები, გვაქვს გამყარებული რეჟიმი, გვაქვს პოლიტპატიმრები, გვაქვს დასახირჩრებული და მოწამული ადამიანები. ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყოველდღიურად არათუ იზრდება, არამედ პირიქით. ბოლო ერთ წელიწადში ქართულმა ოცნებამ საჯარო თქვა უარი ევროპულ გზაზე. ფასადურადაც კი შეწყვიტა რეფორმების გატარება და დემოკრატიული უკუსვლის გზა აირჩია. საპასუხოდ პირველად საქართველოს ისტორიაში დასავლელმა პარტნიორებმა უმკაცრესი სანქციები დაუწესეს თითქმის ყველას, ვინც უკანონო გადაწყვეტილებების პროცესში იყო ჩართული ან ივანიშვილის პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. შეერთებულმა შტატებმა სანქციების ყველაზე მძიმე მექანიზმიც კი გამოიყენა და რამდენიმე მაღალჩინოსანი მაგნიცკის სიაში ჩასვა. ამხელა უკუსვა, ამხელა ნგრევა სახელმწიფოს ნამდვილად არ ახსოვს. ჩვენ არათუ დასავლეთ ჩამოშორდით და დასავლეთთან არის ახლა კონფრონტაციაში შესული ჩვენ ხელისუფლება, არამედ მთელ სამეზობლოსაც გადაკვიდა ივანიშვილის ბანდამ და ქვეყანა არის ურთულეს აბსოლუტურად საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაში და გარდა ამ იზოლაციისა და კრიზისისა არის შიდა პოლიტიკური კრიზისი. ქართული ოცნება არ დასჯერდა რეპრესიული კანონების ამოქმედებას და ყველაზე მეტჯერ სწორედ ბოლო 12 თვეში გამოიყენა არაპროპორციული ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ. უკვე ღიად კამერების თანდასწრებით აღარ მორიდებია აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე სასტიკ ანგარიშწორებას. ჩვენ დავინახეთ ქართული ოცნების ნამდვილი სახე, რამე ნიღბის ნარჩენებიც კი თუ არსებობდა, ისიც კი გაქრა. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროიზოლაცია ღრმავდება, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობები მცირდება, პუტინთან ფოტოების რაოდენობა მატულობს და ამავდროულად კორუფციის გამო, რის შესახებაც უკვე 10 წლეულებია ვსაუბრობდით, ქართული ოცნების უფრო და უფრო მეტი მაღალჩინოსანი დაიჭირეს. რეჟიმი პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის განადგურებას ყველა ფრონტზე შეუდგა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად ოპოზიციური ძალების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღება შეუძლია. მედია საშუალებებს კი უცხოური დაფინანსების მიღება. ეს იყო წელი, როცა ოლიგარქის გუნდმა მტრად გამოაცხადა შეერთებული შტატები და ევროკავშირი და სრულად გაიზიარა მოსკოვის გზავნილები დასავლეთთან დაკავშირებით. და ბოლოს, წელს პირველად, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა დემონსტრაციულად გადაიღო ფოტო ვლადიმერ პუტინთან ერთად. შემდეგ მოусმინა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვას და არც კი გასჩენია სურვილი, რომ საკუთარი გამოსვლისას რუსეთი агрессорად მოეხსენებინა.